როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ვიდეოს გადაღების დასაგეგმად დრო არ გვაქვს, მაგრამ მაინც გვინდა რომ რამე დავდოთ YouTube-ზე. გონი უბრალოდ უნდა დავიწყოთ. გეგმების გარეშე. დღეს დავამზადებ initials მარგალიტის მძიებისგან ვიყენებ 8 მმ-იან მძივებს და 0.5 მმ-იან ძუას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 0.4 მმ-იანი ძუაც. მას დავიწყოთ, ვაკეთებთ ორ მხარეს, წინა და უკანა, ზუსტად იდენტური ორი M-ის ფორმა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ერთმანეთზე შევაერთოთ, რომ მოცულობა მივიღოთ. ერთი მხარე უკვე გავაკეთე, აი ასე გამოიყურება. დასრულებული უფრო ლამაზია, რა თქმა უნდა. და ახლა თქვენთან ერთად გავაკეთებ მეორეს და შემდეგ ერთად შევაერთოთ. ალბათ ძუა 1 მეტრი გეყოფათ და დავიწყოთ, აი აქედან ვიწყებთ. უნდა გავაკეთოთ 1 2 3 4 5 რომბი და მეხუთეზე უნდა შემოვტრიალდეთ. რომბს ვეძახი ყველა 4 მარგალიტს. ერთად. ვიღებთ ძუაზე 4 მარგალიტს. 2 3 4. ხოლო მეოთხე მარგალიტში მოვძებნოთ ძუის მეორე ბოლო და ჯვარედინად, აი ესე უკან გამოვატაროთ. აი ასე. დავიჭიროთ ორივე ბოლო ერთად და ეს მარგალიტი ქვემოთ ჩამოვქაჩოთ. აი ასე გამოიყურება ერთი რომბი. და როგორც გითხარით, ქსოვა დავიწყეთ აი ბოლოდან, აი აქედან და ზემოთ მივდივართ. ერთ მხარეს შეგვიძლია რამე დავადოთ, რომ გაგვიმარტივდეს მუშაობა. მარჯვენა ძუაზე ვიღებთ 1 მარგალიტს. ხოლო მარცხნივ ვიღებთ 2 ცალს. და ამ მეორეში იგივე ძუას უკან გამოვატარებთ, ასეთ ყულps გავაკეთებთ და ამოვატარებთ მარჯვენა მხარეს. აი ასე. ახლა ეს ყულფი, ასე ვთქვათ, კვანძი გვაქვს აი ამ მხარეს და უნდა მოვახვედროთ მარგალიტის შუაში, ამისათვის დავიჭიროთ ეს შუა მარგალიტის თითებით და მარცხნივ გავქაჩოთ ძუა. აი ასე. შემდეგ ორივეს ერთადაც გავქაჩავთ, რომ უკეთესად დაფიქსირდეს. ეს მეორე რომბი იყო, კიდევ იგივეს ვაკეთებთ, მარჯვნივ ვიღებთ 1 მარგალიტს. მარცხნივ ვიღებთ 2 ცალს და მეორეში უკან გამოვატარებთ ძუას. აი ასე. ამოვატაროთ მეორე ბოლო. და დავაფიქსიროთ. ესეც ასე. შემდეგ კიდევ ერთხელ იგივე გავიმეოროთ. მარჯვნივ 1 მარცხნივ 2 გამოვატაროთ იგივე ძუა უკან და ამოვატაროთ მარჯვენა. აი ასე 1 2 3 4 მივიღებთ და მეხუთე უნდა გავაკეთოთ ოდნავ განსხვავებულად, უნდა შემოვაბრუნოთ ძუის მიმართულება. ამისთვის მხოლოდ მარცხნივ, მხოლოდ ერთ ძუაზე ავიღებთ სამივე მარგალიტს. იგივე ძუა გამოვატაროთ ბოლო მარგალიტში და ამოვატაროთ მარჯვენა მხარე. მარჯვენა ძუა. აი ასე, კარგად დავაფიქსიროთ კვანძი მარგალიტის შუაში. ეს არის ერთი ზოლი. შემდეგ ვაკეთებთ უკვე აი ამას. დაემატება მხოლოდ 2 ცალი მარგალიტი ზედა მარცხენა ძუაზე. იგივე ძუა მეორე მარგალიტში გამოვატაროთ და ამოვატაროთ მეორე ძუა. ისევ დავაფიქსიროთ კვანძი.
ასე გვაქვს ახლა ასეთ მდგომარეობაში და აი ამ მარჯვენა ძუით ამ წყვილს უნდა დავუკავშირდეთ და აი ამ მარგალიტში გავატაროთ. აი ასე. და შემდეგ ვაკეთებთ აი ამას. მარჯვნივ ვიღებთ, აი ამ ზღვაზე ვიღებთ ორ ცალს. მეორეში გამოვატაროთ იგივე ბოლო და ამოვატაროთ მარცხენა ზღვა. დავაფიქსიროთ შუაში კვანძი. აი ასე გამოიყურება. აი ეს აქამდე ვართ მისული. ახლა უნდა გავაკეთოთ აი ეს რომბი, რომელიც ცოტა განცალკევებულად დგას. ამისთვის გვჭირდება რომ მარჯვენაზე დავამატოთ 4 მარგალიტი. დიახ, 4. 1 2 3 და 4. ასე ჩავწიოთ ქვემოთ და აი ამ პირველ მარგალიტში ეს ზღვა აი აქეთ ამ მხრიდან უნდა გამოვატაროთ. მარცხნიდან მარჯვნივ, მხოლოდ ერთ მარგალიტში, მხოლოდ პირველში. და ვიღებთ აი ესეთ რაღაცას. აი ასე. თავიდან შეიძლება დაფიქსირება გაგიჭირდეთ, მაგრამ ახალ რომს კიდევ რომ გავაკეთებთ, დაფიქსირდება ადვილად. აი ასე გამოიყურება. ახლა უნდა გავაკეთოთ აი ეს ადგილი. ამისთვის მარჯვნივ, უბრალოდ მარცხნივ ზემოთ ვიღებთ ორ ცალს. მეორეში იგივე ზღვა, ოლფი და ამოვატაროთ მარჯვენა მხარე. და დავაფიქსიროთ კვანძი. აი აქ ვართ. ნახეთ. აი აქ ვართ. შემდეგ ვაკეთებთ აი ამას, ამ ადგილს და ვამატებთ სამცალ მარგალიტს მარჯვნივ. ერთი, ორი, სამი. იგივეში გამოვატაროთ და ამოვატაროთ მარცხენა ზღვა. დავაფიქსიროთ. შემდეგ ისევ აი ამ რომბი არ არის ამ შემთხვევაში, 3 ცალის აქვს მარტო მარგალიტი. აი ამის ჯერი მოვიდა. ამისთვის ერთი უკვე გვაქვს ადგილზე და დავამატოთ 2 ცალი მარგალიტი მხოლოდ მარცხნივ ზედა ზღვაზე 2 ცალი. აი ასე. ამოვატაროთ მეორე მხარე. და დავაფიქსიროთ. აი ეს ადგილს გავაკეთეთ და შემდეგ უკვე აი ამ მწკრივს ვიწყებთ. ვამატებთ 3 მარგალიტს მარცხენა ზედა ზღვაზე. იგივე ზღვა გამოვატაროთ ბოლო მარგალიტში და ამოვატაროთ მეორე მხარე. კვანძი დავაფიქსიროთ. აი ასე. და შემდეგ ეს ზოლი დავიწყეთ უკვე და დავაფიქსიროთ ეს ზოლი, დავაკავშიროთ წინა ზოლს, მარჯვენა გავატაროთ აი მეზობელ მარგალიტში. აი ასე. შემდეგ მარცხნივ, ამ შემთხვევაში ასე რომ დადებთ მარცხნივ, აიღეთ 2 ცალი მარგალიტი. ამოვატაროთ მეორე მხარე. აი ასე. შემდეგი 3 რომბი უკვე კეთდება ისე როგორც დავიწყეთ.
ერთ მხარეს ერთს ვიღებთ, ხოლო მეორე ძუაზე 2 მარგალიტს და ასე ვაგრძელებთ. მარჯვნივ ავიღე 1, მარცხნივ ვიღებთ 2 ცალს, მეორეში გამოვატაროთ იგივე და ამოვატაროთ მეორე ძუა. დავაფიქსიროთ შუაში კვანძი. კიდევ ერთხელ მარჯვნივ 1 მარგალიტი, მარცხნივ 2 მარგალიტი. დავაფიქსიროთ კვანძი. თითქმის ბოლოში მოვედით, ბოლო ის გვაქვს გასაკეთებელი რომბი და ამისთვის მხოლოდ მარჯვნივ ავიღებ სამივეს. 3 მარგალიტს. 1, 2, 3. აი, ასე ვართ ახლა და ამ ორ ძუას უბრალოდ ერთმანეთზე გადავკვანძავ. გავკვანძოთ 3-ჯერ და შემდეგ დავმალოთ მარგალიტში კვანძი. კვანძვისაც კარგად გაქაჩეთ. სადმე სიგრძეს მოვუჭრი. ჩერჩერობით აი ასე. ნახეთ ახლა რა ხდება, კვანძი არის აი აქ და უნდა დავმალო აი ამ შუა მარგალიტში. აი ამ მარგალიტებში არ დამალოთ, ჯობია, იმიტომ რომ შემდეგ ორი მხრის შეერთებისას გვიწევს, რომ ამ მარგალიტებში კიდევ ერთხელ გავატაროთ ძუა და თუ იქ უკვე კვანძი იქნება გატარებული, შეიძლება ძუა აღარ გავიდეს ან გაგიჭირდეთ. ამიტომ მხოლოდ აი ამ მარგალიტში დავმალავ ძუას. გავატაროთ და გავქაჩოთ. ცოტა სიგრძე დაიტოვეთ, რომ ადვილად გაქაჩოთ ძუა. ხელის მოსაკიდებლად. მე ხა ცოტა გამიჭირდა. შეგიძლიათ კარტოჩად გამოიყენოთ, მაგრამ აი აქ დავმალეთ კვანძი და შემდეგ ამ დარჩენილ ძუას რამდენიმე მარგალიტი გავატარებთ. ძუის გატარება აქ განაპირა მარგალიტებში არ აუშავს, იმიტომ რომ რამდენჯერმე ისედაც გადის ეტევა ძუა მარგალიტში. და არ არის პრობლემა. შეგვიძლია მოუჭრათ სულ რამდენიმე მილიმეტრი და შეგვიძლია დავტოვოთ სიგრძე და შემდეგ მოვაქცევთ შიდა მხარეს ამას. აი ეს ასე. ორ ცალი იდენტური გვაქვს და შემდეგ უნდა ერთმანეთზე აი ასე შევაერთოთ და მივიღებთ ასეთ მოცულობით M-ს. ისევ ძუა ავიღოთ. ალბათ მეტრამდე არც დაგჭირდებათ, მაგრამ გასაკვანძად დავიტოვებ. მეტრას ავიღებ მოკლედ. აი ასე უნდა შევაერთოთ. ნახეთ და უნდა გავაკეთოთ კიდევ ახალი რომბი. ნახეთ. აი ეს გვერდი არის. და შუაში აქვს დამატებული თითო-თითო მარგალიტი, ასე თითო-თითო მარგალიტის დამატებით მივყვებით. ახლა დასაწყებად ამ მარგალიტში გავუყრი ძუას ზემოდან ქვემოთ და ავიღებთ იგივეზე ერთ ცალს და შემდეგ აი აქ მეორე M-ის იგივე მარგალიტში ქვემოდან ზემოთ. და ორივე ძუის ორივე ბოლო ასე გავთანაბროთ, რომ თანაბარი სიგრძე გქონდეს და მხოლოდ შემდეგ გავაგრძელოთ.
აქ გვაქვს 1, 2, 3 მარგალიტი და რომბისთვის მეოთხე დაგვრჩირდება. ავიღოთ მარცხენა ძუაზე 1 ცალი და იგივე მარგალიტში გამოვუყაროთ ბოლო, ძუის იგივე ბოლო. ყურბში ამოვატაროთ მარჯვენა მხარე, მარჯვენა ძუა. ვეცადოთ, რომ სწორი მხრიდან დავიჭიროთ. და როგორც გასწავლეთ, კვანძი დავაფიქსიროთ ისე. ეს იყო პირველი. დასაწყისი იყო ეს. შემდეგ მარჯვენა ძუა უნდა გავატაროთ ზედა მარჯვენა მარგალიტში, ხოლო მარცხენა ზედა მარცხენა მარგალიტში. ეს ერთი. ეს მეორე. ახლა ისევ მარცხნივ. ავიღებთ 1 ცალს ისევ. და ისევ ამოვატარებთ მეორე ძუას. ისევ დავაფიქსირებთ კვანძს. ეს უკვე მეორე. ნელ-ნელა იკერება. მარჯვენა გავატაროთ ზედა მარჯვენაში, მარცხენა გავატაროთ ზედა მარცხენაში. ისევ მარცხნივ ან მარჯვნივ, უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. 1 მარგალიტი და ამოვატაროთ მეორე ბოლო. ისევ ზედა მარგალიტებში გავატაროთ. ყველაფერს ვაგრძელებთ ისევ უბრალოდ ცოტა რთული ადგილები იქნება აი აქ უკვე ზემოთ, როცა ფორმას იღებს ემი. ისევ ჩვეულებრივ თვალსაჩინოა, სადაც უნდა გავატაროთ, მიხვდებით. ეს ზოლი მოვჭით ახლა ზემოდან. ნახეთ, ისევ მარჯვენა მარჯვნივ, მარცხენა მარცხნივ. ისევ 1 მარგალიტი. მხოლოდ 1 მარგალიტს ვამატებთ. შემდეგ ისევ ჩანს. მარჯვენა მარჯვნივ, მარცხენა მარცხნივ. ისევ ჩანს, სად ვატარებთ, აი აქ და აქ. პრინციპში რთულიც არაფერი არ არის. კიდევ 1 მარგალიტი.
ახლა ზედებში. წამით კვანძი კარგად ვერ დავაფიქსირებ. აი აქ და აქ. გავაგზავნოთ. Pilotası. Konia monakoti sota ačkariva damჭირდა. გამოტოვებით არ გამოვტოვებ, ალბათ ბევრი მონაკვეთების გამოტოვება არ მიყვარს. იმის მიუხედავად, რომ იგივეს ვაკეთებ, შეიძლება რაღაც მომენტში დაიბნეთ და ჯობია მთლიანი ვიდეო იყოს, ვფიქრობ. და თუ არ დაგჭირდებათ, უბრალოდ თქვენ თვითონ გადაახტებით. Წვირის გზები მაინც გამექცა თანაბრად, კარგად არ გამითანაბრებია როგორც ჩანს, ერთი უფრო გრძელი დამრჩა ვიდრე მეორე. როგორც გითხარით, არ აქვს მნიშვნელობა ამ ერთ მარგალიტს მარცხენაზე აიღებ თუ მარჯვენაზე. ისე გავდივართ ბოლოში და რასაც ხედავთ აქ ახლა. ამ ყველა მარგალიტს ვატარებთ აქაც და აი ასე. ალბათ ამაში ყველაზე რთული ის ნაწილია, რომ ეს ძუა ერთ ბოლოს როცა იყენებთ, მეორე როგორმე სადმე დაიჭიროთ და დააფიქსიროთ, მაგალითად ახლა მე მუხლებით მიჭირავს.
იმედი მაქვს ეს მარცხენა მხარე მეყოფ. მარცხენა მხარეს მაქვს ძალიან პატარა ძუა დარჩენილი, იმის გამო რომ არ გავათანაბრე სწორად. ისე რომ ძრებია ცოტა დიდი ძუა იყოთ ვიდრე დაგაგდეთ. გონი მეყოფა. ამ ვიდეოს შემდეგ ალბათ დავამზადებ ამ ვიდეოს შემდეგ ალბათ დავამზადებ ინიციალ D-ს. რა თქმა უნდა ინგლისური. წარმოიდგინეთ ახლა ქართული D-ს დამზადება ნამდვილად რთული იქნებოდა. მარგალიტში ძუის გატარების დროს თუ ორ მარგალიტში ერთად გადის ან რაღაც მსგავსი, შეგიძლიათ ხის პატარა ჩხირი გამოიყენოთ, რომ ადვილად გამოძრეს. მაგალითად აი ახლა. ასევე შეგიძლიათ ჩხილის გამოყენებაც. თითქმის დავასრულეთ. ავიღებთ ერთსას, აი აქეთ. აი ასეთ მდგომარეობაში ვართ. და ამ ორს უბრალოდ გადავკვანძავთ ერთმანეთზე. ზუა ვიმყოფინე. თუმცა ოდნავ გრძელი რო იყოს ეს მხარე, უფრო მოსახერხებელი იქნებოდა გავასაკაჩად. გავკვანძოთ რამდენჯერმე. ეს მხარეები რომ შეგვეერთებინა ჯობდა. აი აქეთ გავუყაროთ. აქ მოვაქციეთ და ახლა ამ ორივე ბოლოს მარჯვენას აქეთ მარჯვნივ გავატარებ. მარცხენას აქეთ მარცხნივ. ამას კიდევ აი აქეთ. ერთხელაც გადავკვანძავ, ერთხელაც შევახვედრე ესენი ერთმანეთს, რომ ეს ძირი კარგად შეიკრას. კიდევ გავკვანძოთ სამჯერ, ან ორჯერ. ესე ახლა აქ გვაქვს კვანძი და აი აქეთა მარგალიტში დავმალავ.
ესე. ახლა ეს ორი მხარე შეგვიძლია ზემოთ გავიყვანოთ. აქ მე მგონი კვანძი არა არ გქონია ეგ შეკიდა მხარეს. აი აქ კი ახლოს მოვუჭრათ. ეს მხარეც ოდნავ გავქაჩოთ გატარებისას. ესე და ესეც მოვუჭრათ. ასე მზად არის ინიციალი M, რომელიც ცოტა გვერდზე თუ გაკაჩავთ და ასე ამოვაბრუნებთ, W-ც გამოვა. ამჯერად არ გავაკეთებთ აი ამ ბრელოკის სამაგრს, შემდეგ ვიდეოში გასწავლით, შემდეგი ინიციალის დამზადებისას, როგორ დავამაგროთ ასეთი ბრელოკის საკიდი, თუმცა რთულიც არაფერია, არის მხოლოდ უფრო შედარებით წვრილი მძივები ასხმული ძუაზე. აი ამ მარგალიტში დაფიქსირებული. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, წარმატებებს გისურვებ.